მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკუთვნილში აგიხსნით თუ როგორ მუშაობს if ფუნქცია Excel-ში. ეს არის ლოგიკური სტილის ფუნქცია, რომელიც პირობის განსაზღვრის მეშვეობით გვაძლევს საშუალებას მივაკუთვნოთ უჯრას ან უჯრებს მნიშვნელობები, იმის დამიხედვით დაკმაყოფილდა თუ არა იქ. მაგალითად, რა არის ეს ლოგიკური პირობა? ეს არის ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც აბრუნებს უჯრაში truth ან false. ანუ არის ეს სიმართლე თუ არა. მაგალითისათვის, მოდი შევხედოთ ცხრილს, რომელიც აგვაქვს წარმოდგენილი, ეს არის ექიმების ჩამონათვალი და ამ კონკრეტულმა ექიმმა რამდენი მედიკამენტი დანიშნა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, ავიღოთ პირობითად 1 თვე. და ჩვენს კლინიკაში გვაქვს ბონუსირების სქემა. თუ კონკრეტული ექიმი გადაცდება და დანიშნავს 100-ზე მეტ მედიკამენტს, მაშინ იგი ჩართული იქნება ამ სისტემაში, ამ სქემაში და მას, ასე ვთქვათ, ეკუთვნის ბონუსი. და როგორ განსაზღვროთ ეს Excel-ის დონეზე, როგორ მივაკუთვნოთ ამ უჯრებს ეს მნიშვნელობა, რომ დაუშვათ კი გეგმა შესრულდა, ან კი აკმაყოფილებს პირობას. ჯერ მოდი შევხედოთ ლოგიკური პირობის კუთხით, ანუ მივაკუთვნოთ true ან false-ი, იმის დამიხედვით კმაყოფილდება თუ არა ეს ამოცანა. მაგალითად, არის თუ არა უჯრა მეტი 100-ზე, მეტი ან ტოლი 100-ზე. დავდგები ახლა განსაზღვრულ ველზე true ან false-ისთვის და შევხედავ, ხო, როგორ გამოვიძახო, როგორ მივაკუთვნო მას ეს მნიშვნელობა. დავდგები პირდაპირ ვეწყრო ეს უჯრა D18 მაგალითად, არის თუ არა მეტი ან ტოლი 100-ზე. დავწვევი enter-ს. რა თქმა უნდა, ახლა 193 მეტია 100-ზე და ბუნებრივიც არის, რომ წამოვიღოთ true, თუმცა ამას ვაკეთებ იმის მოაზრებით, რომ შემდეგი უჯრების დაკომპლექტეს. ამიტომ ჩამორცელების შემდგომ ვნახავ, რომ კი ბატონო, შემდეგი უჯრა 15, ამიტომ არანაირად არ აკმაყოფილებს, მას და წამოიღოს false და დანარჩენი რამდენიმე აკმაყოფილებს, არის რამდენიმე ჩანაწერი კვლავ, რომელიც არ აკმაყოფილებს 12, 68 და 77. გასაგებია, ხო, true ან false არის. მაგრამ მე არ მინდა ეს true ეწეროს ან false, მინდა თუ არის სიმართლე, ანუ true, მაშინ დაეწეროს, რომ შესრულდა. მაგრამ თუ არ შესრულდა, დაეწეროს x-ი. მოდი გამოვიყენოთ სტატუსის სვეტი ამისათვის. ტოლია. ფუნქცია if. if ფუნქცია, როგორც წეგან გითხარით, საჭიროებს ლოგიკურ პირობას, logical test-ი სწორედ ამას ნიშნავს, ანუ რამე რაც აბრუნებს true ან false. შეგვიძლია იგივე გამოვიყენოთ, რაც წეგან ცალკე ვქენით. მოვნიშნოთ უჯრა, რომელიც გვაინტერესებს, არის ეს მეტი ან ტოლი 100-ზე. ძიმე. ეხლა მეკითხება, შემდეგი მეორე პარამეტრი არის თუ სიმართლე, მაშინ როგორ მოიქცეს. როგორც დავალებაში მაგ განსაზღვრული უნდა მივაკუთვნოთ ტექსტობრივად შესრულდა. და როდესაც ფუნქციაში ვწერთ ტექსტს, იგი აუცილებელია რომ ბრჭყალებში მოექცეს. დავხურებ ბრჭყალი, ძიმე. კარგით. მესამე პარამეტრი არის თუ false არის, მაშინ როგორ მოექცეს. თუ არ შესრულდა, აქვე მაგ დავალებაში განსაზღვრული რომ მივაკუთვნო x. ეს უკვე პირობითია, ეს ჩემთვის სულ ერთი არის დავალების და მიხედვით არის განსაზღვრული, თუმცა საჭიროების და მიხედვით თქვენ შეგიძლიათ აქ ახალი ფუნქციაც კი გამოიძახოთ. მაგალითად, თუ შესრულდა დათვალოთ რამე, თუ არ შესრულდა არ დათვალოთ. ახლა რაც შეეხება მეორე დავალებას, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც დასაბრუნებელი ვარიანტი არის 2-ზე მეტი. ასეთია ეს ბონუსის მოცულობა. იგი უნდა განისაზღვროს 500 ლარი თუ კი დანიშნული მედიკამენტები მეტი ან ტოლი 200-ზე, ხოლო 300 ლარი თუ მეტი ან ტოლი 100-ზე. ნაკლებობის შემთხვევაში უნდა წამოვიღოთ 0. ნუ აქ სტანდარტული if-ი არ კმარა, რადგან if-ი true არის ერთი პასუხი, არ არის true მეორე პასუხი, ხო? აქ უნდა მოვიცვათ 3 შესაძლო ვარიანტი. ერთ შემთხვევაში 500 ლარი მივაკუთვნოთ, მეორე შემთხვევაში 300 და მესამე ალტერნატივა უნდა იყოს 0. კვლავ გამოვიძახოთ if ფუნქცია. ავირჩიოთ იგივე უჯრა, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორად უნდა განსაზღვროთ თანმიმდევრობა. იმიტომ რომ ეხლა რომ დავიწყო მეტი ან ტოლი 100-ით, გამოდის რომ 205-ით, 210-ით და 220-ით და ნებისმიერ მონაცემი 200-ზე მაღლა ჩავარდება მასში. მაგრამ მე მინდა რომ იყოს ჯერ 200-ზე მეტი შემოწმებული, ანუ მეტი ან ტოლი 200-ზე და თუ კი ეს დაკმაყოფილდება, ვიცი რომ უნდა მივაკუთვნო 500 ლარი ბონუსის სახით. ძიმე. და თუ არ არის სიმართლე, ან 200-ზე მეტი ან ტოლი არ არის, მაშინ იძულებული ვარ გამოვიყენო ახალი if, რადგან ერთი პარამეტრით შეუძლებელია ორივე პასუხის გამოსახვა. ახალი if კი მაძლევს ამის საშუალებას, რომ ხელახლა ავირჩიო უჯრას შესამოწმებლად და ამ შემთხვევაში არის თუ არა მეტი ან ტოლი 100-ზე, გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს 100-ზე მეტი ან ტოლი და ნაკლები 200-ზე, რადგან 200-ზე მეტი ან ტოლი უკვე შესრულდებოდა ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. ერთადერთი ვარიანტი ახლა რაც დარჩა და საფარი არის 200-მდე ჩანაწერები. ძიმე. 100-ზე მეტი თუ არ უნდა მიეკუთვნოს 300 ლარი ბონუსად და უკვე მეორე ვარიანტი, მეორე if-ის არის ფაქტობრივად საბოლოო პასუხი ნულიანი, რადგან თუ 200-ზე მეტი ან ტოლიც არ იყო და 100-ზე მეტი ან ტოლიც არ არის, გამოდის რომ არ ყოფილა ჩვენი საბონუსე სქემის შემთხვევა. რადგან ორი ფუნქცია გამოვიყენეთ, ბუნებრივად უნდა დავხუროთ არათუ ერთი, არამედ ორი ბრჭყილი, მერე დავაწვევით enter-ს და ვნახავთ, ხო? 300 ლარი პირველ შემთხვევაზე, კი ბატონო, ჩამოვავრცელეთ და დანარჩენზეც 500 ლარი იმ შემთხვევებზეა, როდესაც 200-ზე მეტი იყო შესრულება, 300 ლარი 116-ზე ბუნებრივია და სადაც არ იყო გეგმაც კი არ შესრულდა, 100-ზე ნაკლები იყო, წამოიღო ნულიანი.
და როგორც გავიგეთ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მრავლობითი პასუხი ვარიანტი უნდა მოვიცვათ, შეგვიძლია მივმართოთ ამ ჩაშენებულ if-ებს. დღევანდელი ლექცია ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.